დღეს ახალი სტილით 24 იანვარს წმინდა მართლმადიდებლის სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს თეოდოსი დიდს, ღირს თეოდოსი ანტიოქიელს, წმინდა თეოდოსის, ტრაპეზუნდელ მიტროპოლიტს. მესამე საუკუნეში ქრისტიანობის სწრაფად გავრცელებისა და გაძლიერების შედეგად განმარტოებას მოწყურებულმა ქრისტიანებმა თებსა და უდაბნოებს მიაშურეს. და იქ ამ ქვეყნიურ საზრუნავსა და უამრავ საცლურს განშორებულებმა კაცრი ასკეტური ცხოვრება დაიწყეს. მოღვაწეობის ამგვარი ფორმა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში პირველმა ქრისტიანებმა იტვირთეს. ასეთი ადამიანები ასკეტებად, ანუ მოღვაწეებად იწოდებოდნენ. ასკეტიზმი ბერძნული სიტყვა და ნიშნავს ვარჯიშს. ამ ადამიანების უმთავრესი მიზანი სულის გამოწვრთნა იყო. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ განდეგილები შორდებოდნენ რა მატერიალურ ხორციელ საცდურებს, მათ უფრო დიდის, სულიერი ბრძოლების გადატანა უწევდათ. ბოროტი სული განსაკუთრებით ამგვარი ადამიანების დამარცხებასა და დამონებას ცდილობდა. ასკეტური ცხოვრება მხოლოდ რჩეულ ადამიანებს შეუძლიათ, რომელთაც ღვთისაგან ეძლევათ ძალა იცხოვრონ იწროებით. თავად უფალი ამბობს, რომელიც შემძლებელს დატევნათ და იტიან. ამგვარი რჩეული ადამიანი გახლდათ ღირსი თეოდოსი ანტიოქიელი, რომელმაც სიყვარულეშივე დაუტევა მდიდრული ოჯახი, კეთილდღეობა და ქალაქ როსის მახლობლად მცირე სენაკში განმარტოვდა. ნეტარმა გადაწყვიტა მთელი ცხოვრება უფლისთვის მიეძღვნა. მან კარგად უწყოდა, რომ ამისთვის ხანგრძლივი სულიერი ღვაწლი და ყოველგვარი ხორციელი სურვილის დადგმვა იყო საჭირო. ამიტომაც წმინდანმა მკაცრი წესები დაუდგინა საკუთარ თავს. მას შიშველ მიწაზე ეძინა. ჯვალოს სამოსი ეცვა და თან რკინის მძიმე ბორგილებს ატარებდა. ნეტარს თმა კოჭებამდე დაეზარდა. ხანგრძლივი სულიერი მოღვაწეობით, ლოცვითა და მარხვით მან შეძლო დაეთრგუნა ხორციელი ვნებები და გონება არაწმინდა ფიქრებისაგან განეწმინდა. უფალმა ხალხის მსახურებისაკენ მოუწოდა თავის რჩეულს. მან თავის სამშობლოში მონასტერი დააარსა, სადაც ძმობა სწრაფად გაიზარდა. ღირსი მამა განსაკუთრებით ზრუნავდა მწირებისა და მიუსაფრებისათვის. მთელმა ქვეყანამ გაიგო ღირსი მამის შესახებ. მეზღვაურები განსაცდელის ჟამს შემწეობას თეოდოსის ღმერთს თხოვდნენ. ზოგჯერ მისი სახელის ხსენებაც კი აცხრობდა აბობოქრებულ ტალღებს. მიუხედავად ხალხთან მოღვაწეობისა, წმინდა მოსაგრე ყოველთვის ასკეტური ცხოვრებისაკენ მიისწრაფოდა. მაგრამ მორჩილებით იღებდა ღვთის ნებას. უფალმა შეიწირა თავისი რჩეულის ამგვარი ღვაწლი, მორჩილება და ნეტარი თეოდოსი ღირსი გახდა კვლავ განმარტოებისა. დიდი სიხარულით განერიდა ღირსი მამა ადამიანურ დიდებას და სოფელ მარათონის მახლობლად განმარტოვდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი შვიდობით მიიცვალა. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ.